დარბაზი, ასე ჰქვია სტუდენტურ საზოგადოებრივ თოქ-შოუს, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედია სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა პროფესორ თათია პაჭკორიას ხელმძღვანელობით საკუთარი ძალებით მოამზადეს. თოქ-შოუ გრუნის მულტიმედია ცენტრისა და სატელევიზიო სახელოსნოს ფარგლებში გაიმართა. მთავარი თემა ნარკომანია და ქართული ნარკოსცენა იყო. პროექტის მიზანია სახიფათო სოციალური მოვლენების შესახებ ახალი თაობის ხმა ყველა მედია პლატფორმაზე ისმოდეს. დარბაზი გრუნის მულტიმედია ცენტრის რიგით მეორე პროექტია, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში უპრეცედენტოა. თემა არის საკმაოდ რთული და ასე ვთქვათ სერიოზულ სოციალურ პრობლემას ეხება, ეს არის ნარკომანია და არა მხოლოდ დებატები გვაქვს წარმოდგენილი, არამედ ჩვენმა სტუდენტებმა გააკეთეს ანალიტიკური სიუჟეტი, გააკეთეს ქუჩის გამოკითხვა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკმაოდ წელგამართულები შევლენ კონკურენტულ ბაზარზე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ამ ახალ ამბავს, ჩვენი თოქ-შოუის ამბავს აშუქებენ ჩვენი უნივერსიტეტის აღზრდილი სტუდენტები. ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ შექმნა საუნივერსიტეტო სივრცეში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თოქ-შოუ, რომელიც ძალიან აქტუალურ საკითხს ნარკომანიას ეხება. ეს ჩვენი პროფესიული თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც მადლობას ვუხდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელ ქაბატონ თათია პაჭკორიას და ყველა ჩემს კოლეგას, კურსოს, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა იმისთვის, რომ ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თოქ-შოუ შეექმნათ. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი გამოცდილებაც არის ჩვენთვის როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რადგან თოქ-შოუს გაკეთება ეს არ არის რაღაც მარტივი საქმე, პირიქით დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ თოქ-შოუს მსვლელობას, საკმაოდ დაძაბულიც იყო, ბევრი საინტერესო დისკუსიებიც იყო და სამშობლო თემა საკმაოდ საინტერესო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ის მიზანი რაც ქონდა ჩვენ ამას მივაღწიეთ.